country, Georgia. Let's go, man. მოგესალმებით Fight Hop podcast, ნოსტალ გიორგის ართანია. დღეს ჩვენთან არის სტუდიოში ჩვენი ძმა და მეგობარი ბენო ადამია. Beno, how are you, my brother? Hey, bro. როგორ ახარ? Oh, good. ყველაფერი კარგად, საუკეთესოდ. Live-ში პირველად ხედავ, რამდენ ჩაწერა გავაკეთეთ, სადღაც 3 თუ 4 ჩაწერა გავაკეთეთ და live-ში პირველად. ხო, ანუ ჩვენ ვიცნობთ უკვე რამდენიმე წელია ერთმანეთს 3-4 შეიძლება იყოს, ხო? მეტი მგონი, იმიტომ რომ ჩემი პირველი fight რო იყო GMC-ზე, მაშინ გავიცანი 1-4 წლის წინ იყო ეგ. ხო, კი რა, 4 წლის. ხო და ანუ ისე დაემთხვა რომ მე საქართველოში ჩამოვედი, შენც აქ ხარ, ბრძოლა არა გაქვს დანიშნული, ვიცი ისე დაკავებული ხარ. და მაგრამ მინდოდა რომ live-ში სტუდიოში ჩაგვეწერა და აი ზუსტად ეს ხდება. მადლობა შენ რომ დრო გამონახე და ესე ჩავწერეთ ეხა. Yes, brother. მინდა რომ ხალხს გავახსენო ვინც არ იცის რომ ბენო არის მხოლოდ ერთადერთი Octagon MMA-ის flyweight ჩემპიონი ისტორიაში, ქართველი ჩემპიონი ისტორიაში. Flyweight-ში კი და ისე მათე იყო featherweight-ში. კი, მე flyweight-ი თქვი. ანუ ქართველები წარმატებულად ვართ Octagon-ში, რა თქმა უნდა, shout out მათეს ანიკიძეს. და ბენო, შენ ქონდა 4 წლიანი დაუმარცხებელი წვანეველზე სიარული. ხა. კი 4 წლიანი იყო, ეხა ბოლოს მართალია არ ვეთანხმები საჯების გადაწყვეტილებას, მაგრამ that's nothing changed, you know. არაფერი არ იცვლება ამით. ხო რა, ეს ჩემ თავში არის რომ მე მაინც არ წამიგია ეგ ბრძოლა, მაგრამ it's fine. არა უშავს ერთ წაგებაზე მაინც არ გავჩერდები და გავაგრძელებ მაინც წინსვლას რა და მაინც ვარჯიშობ როგორც ყოველთვის ისე და შეიძლება ითქვას რომ უფრო მეტადაც კიდე რომ ეხა თუ დაუბრუნება მინდა სხვანაირად დაუბრუნება მინდა ფინიშით. მუშაობ უფრო რომ დავაფინიშო. თემა ის მაქვს რომ უკვე წასაგები აღარც არაფერი არ მაქვს. უნდა წავიდე ბოლომდე. ფინიშზე უნდა წავიდე შემდეგ ბრძოლაში, რა ვიცი. მაგაზე რა თქმა უნდა. ყველაფერს ვეცდები რომ ფინიში დავასრულო უკვე. აი მაინდსეტანი. აი 4 წელიწადში რამდენიც მქონდა მე გამარჯვება, ყველა decision-ი იყო, არც ერთი არ იყო ფინიში. არა, პირველი იყო ფინიში, submission rear-naked choke იყო, მაგრამ დანარჩენი ყველა decision-ი იყო და მე რა მერაბის რამდენი წელი ქონდა რომ ყველა decision ხო, მაგრამ ზეც იცი რა მაინდსეტი ხო მესმის. ხო, იცი რა არის, ეს არ არის მაინც ბიზნესია რა, ეს მარტო სპორტი არა, მარტო მოგებას არ უყურები. ანუ ეხა შეგეცვალა, ანუ მანამდე არ ფიქრობდი და ეხა არა, ნახე, მანამდეც იყო ეს, რომ კი ფინიში კარგია და მინდა, მაგრამ არ რისკავდი, იმიტომ რომ წაგება არ მინდოდა. წაგების აი არ ვიცი, სპორტსმენს უფრო აქვს წაგების შიში, გიმის შიში არ მაქვს რომ მომხვდება და რაღაც, აი წაგების შიში მაქვს. ნუ მქონდა. ეხლა უკვე სხვანაირად ფიქრობ, სხვანაირად გადავეწყე. ისიც ხო არ არის, რომ აი decision რო არის გადაწყვეტილება, უკვე შენ ხელში არ არის რა. და მაგიტომ არ უნდა მიიყვანო იქამდე, იმიტომ რომ როგორც ეხა თქვი ბოლო ბრძოლა შენ არ გონია რომ წაგეგოს და ანუ სხვამ უნდა გადაწყვიტოს. კი, ეგეც არის. ფინიში არის მარტო შენი. კი, ეგეც არის ერთ-ერთი, უბრალოდ პირველ რიგში ის რომ დაბრუნება მინდა კარგად დავბრუნდე. ერთი ეგ პირველი და მეორეც რომ მაინც უცხო ქვეყანაში ვბრძოლობთ, უცხოეთში ხა ჩვენ მაინც ქართველები ძალიან ცოტანი ვართ რა, ძალიან პატარა ბაზარი გვაქვს და უცხოეთში როგორ გვიყურებენ. ახლა ჩვენ საინტერესოა რომ არ ვართ იმდენად გაყიდვადები. საქართველოს პატარაა, კი, ბრძოლობ და მეომარი ხალხი ვართ, მაგრამ ამას ისინი იმდენად არ უყურებენ, ესაა ბიზნესი. შეიცვალა უკვე ხედვები, ჩვენ ჭუბებს ვერ ყიდიან, ქართველები ჭუბებს საქართველოში ვერ ყიდიან და ურჩევნიათ ყავდეთ ჩემპიონი ის, ვინც რომელი ქვეყანაც მაგალითად პოლონეთი, რომელსაც ყავს დიდი პოპულაცია, ხო? მე მაგალითად ყაზახთან წავაგე და რა ვიცი, რამდენი მილიონი არიან, აშკარად ქართველებზე ბევრნი არიან. ხო, ნუ მოკლედ ერთი ესეც იყო, რომ ცოტა საჯები იქით გადაიხარნენ. ის იმასაც ჩავთვლი, რომ ჩემი წონის არ ჩაბარება მათ იქონიაზე გავლენა
რომ საჯებმა მას მიანიჭეს უფრო მეტი უპირატესობა 900 გრამი. ეხლა მე რომ მომეგო ქამარს მაინც არ მაძლევდნენ. წონით ჩაუბარებლობის გამო ჩამომერთმეო და უბრალოდ ჩხუბი შედგა და თუ ქამარის აღება იყო აიღებდა ჟალგასი და მე. და შენ ვიცი რომ ძირითადად ეგ პრობლემით არ ახარ ცნობილი საერთოდ. ხო, აი არ ვიცი რა დამემართა, ერთი ისიც არის რომ კემპი შევიცვალე მაგ მომენტში, მაგ ბრძოლაზე და შეიძლება რაღაც ხანერა წავიდა წონა. ზოგადად ვარჯიშები და ჩემი ფორმაში ყოფნა ძალიან კარგი იყო. კარგად წავიდა ყველაფერი, რაც თავარია უტრამოდ წავიდა. Kelvin Gastelum's პრობლემები შენ არ არა, მთლად მაგდენით არ ამიცლებია წონა. რაღაც 900 გრამით. და უცებ მინდა შევეხო რომ Octagon-ს UFC-ში ყავს რამოდენიმე მებრძოლი რა. კი. და ანუ Octagon-დან წარმატებული მებრძოლები არიან UFC-ში. მე მინდა რომ ესე მოხდეს შენ кейსზეც, ანუ ბოლო მისია ხო ის არის რომ იქ მოხდეს ხო უფრთხილობით კი იქნება ეს. ამინ. და Keita გადავიდა ეხა ხო? Keita გადავიდა. ჩემპიონი იყო Octagon-ის. კი, ლიმაც გადავიდა, ლიმა 1 წელი არის გადავიდა, მის შემდეგ 3 ბრძოლა ჩაატარა ეხა UFC-ში. კიდე ჩეჩენი ბიჭი ისლამ დულატოვი. ის დულატოვის გადავიდა კი და კიდე ერთი არის. კიდე არიან ბლომატაზე ხო, რა. სტრაიკერი. მაგრამ კი გადავიდნენ. ხო რა, ანუ ძალიან კაი პლატფორმა არის და საშუალება რომ Octagon-დან UFC-ში მოხდე რა. თან შენ ხარ ჩემპიონი, ხო? შეიძლება ეხლა მარცხი გქონდა, მაგრამ შენ ერთხელ რო ჩემპიონი ხარ, სულ ჩემპიონი ხარ რა. ჩემ თვალშიც ეგრეა და UFC-ში და ყველა ვინც ჩემპიონი ყოფილა, ყოველთვის ჩემპიონი იქნება, მაგას ვერ წაართმენ და. გაიხარ. ანუ შენ უკვე სტატუსი გაქვს, რომ მე მგონია შენ რო დაბრუნდები, ძალიან რეალურია, რომ მაგ პლატფორმაზეც გადახვიდე რა UFC-ში რა. და მაგას გისურვებ და მანამდე გეგმა მაინც ეგ არის. გეგმა ეგ არის, რომ ეს უბრალოდ უნდა მქონდეს კაი სერია, მოგებების სერია, ქამარი დავიბრუნო და შემდეგ უკვე UFC-ს გზას დავადგენ. ოცნება და ოცნებებისკენ მივიდივართ, როგორც ყველა ქართველი ფაითერი. ამინ ძმა. შენი წარმატება არის ჩვენი ყველა მაყურებლის და საქართველოს წარმატება და სიხარული რა. ეხლა ცოტა მინდა გავერთოთ რა, ხო იცი გართობა მინდა, მაგრამ ან გავერთოთ, ან რაღაც ისეთი კითხვები რა, ცოტა რთული, ან რაღაც საფიქრალი, ან რავი, შეიძლება სისულელეც იყოს რამე რა გამომივა და პირველ რიგში შაუთ-აუთ მინდა გავუკეთოთ ჩემპიონთა აკადემიის რა. და მინდა რომ თუ ვინმე საინტერესებს ვარჯიში არის საშუალება ხო რომ მოვიდნენ ჩემთან. კი, როგორ არა. პროების ყავს ახლა ჩემპიონთა აკადემიაში და ერთ-ერთი საუკეთესო თამამად შემიძლია ვთქვა საუკეთესო პრო ფაითერები ქართველები ჩემპიონთა აკადემიაში ვარჯიშობენ. kids class-იც გვაქვს სხვათა შორის, რომელსაც მე ვავარჯიშებ ბავშვებს. კი, ორშაბათ ერთხელ პარასკევს Coach Beno 5 საათზე გვყავს ბავშვები და მე ვავარჯიშებ ხოლმე და მოკლედ ჩემპიონთა აკადემია ტერიტორიულად სადაა? კი, აღმაშენებლის 158 ნომერშია. და სხვათა შორის ბავშვებზე მინდა ეს გავამახვილო, ძალიან მაგარი ბავშვები მოდიან. ეგეთი სკილები რომ ქონოდა იმ ასაკში რა ასაკშიც ახლა თვითონ ეს ბავშვები არიან, ალბათ ერთი თავით უკეთესი ბენო გეჯდებოდა წინ, ვიდრე ახლა ზის. ეს გზა უნდა გამოგვეარა, რომ ის ბავშვები ახლა მაგ დონეზე არიან, თორე თქვენ რო არ გამოგეარათ, არ იქნებოდა ეგეთი განვითარებული სპორტი რა. რა არის, ამ ბოლო დროს ძალიან დაინტერესებაც ისეთია რა, ძალიან ბევრია და ძალიან ნიჭიერი ბავშვებიც მოდიან და რაც თავარია შრომის მოყვარე. შრომის მოყვარე, ნიჭი თუ გაქვს და შრომა არ გაქვს, შრომის მოყვარე არ ხარ, წყალში გადაყრილი ნიჭია. კი, ეგრეა. მოკლედ ხო იცი რაღაც კითხვები მაქვს ისა დაგეგმილი და ერთი კითხვა მაქვს რა, იმიტომ რომ შენ ყოფილხარ ანუ პიკზე და მთის ყველაზე მაღალ წერტილზე, რომელიც არის ჩემპიონობა, ხო? კი, ოქტაგონის ჩემპიონობა. და რომელი უფრო ემოციური არის და რომელი იწევს უფრო დიდ გზნობას შენში, როცა ჩემპიონი გახდი და ხდები, თუ როცა ანუ მარცხდები, ესე რომ ვთქვათ. გზნობას ვაგებთ, ესე.
იცი რა ემოციური უფრო ძოლის წაგების დროს ვარ ჩემპიონი როცა გავხდი დიდად გააზრებაც ვერ იმას ვერ გავიაზრე ჩემპიონი ოკეი ფაინ გავხდი არა აი რო წავაგე მან უფრო გავიაზრე რომ აი თუ რამდენი რაღაც წავაგე მარტო ბრძოლა არ წამიგია ბევრი რამე წავაგე მაგ ბრძოლის დროს ეხლა ჩემ ბოლო ბრძოლაზე მაქვს საუბარი ხო ნუ წაგება უფრო ემოციური არის ვიდრე ჩემთვის გამარჯვება მე ეს ემოციები ძალიან არ მიყვარს წაგების ემოცია და ამისთვის ვიბძვი რომ აი ეს ემოცია არ გამოვცადო ის წაგების ემოცია აი შიში მაქვს მაგის შიში მაქვს ძალიან და ხოდა შორის აი შიშიც უნდა გადალახოს სპორტსმენად წაგების შიში არ უნდა გეშინოდეს არა ეს არაფერი ანუ ფაინ წააგე ვის არ მაგაზე არ უნდა ფიქრო რა მაგრამ რთული გასაკეთებელია ალბათ ხო კი რთული გასაკეთებელია მაგრამ არ არის და ფსიქოლოგიურად რა გეხმარება რომ აი ეგ დაივიწყო რა ალბათ მარცხი გინდა ხო და მე უნდა მიხვდე რომ მე ალბათ თვალებში უნდა ჩახედო შენ შიშს და მე გადალახავ ამ შიშს და აი უკვე დავმარცხდი თვალებში ჩავხედე და დასაკარგეთ არაფერი მაქვს და ამიტომ ვფიქრობ რომ შემდეგი ფაითი აუცილებლად ფინიშზე უნდა წავიდე აი მაგაზე მინდა გადავიდე და მე შევყვებით პოპ ტოპიკებს რა თემებს და ანუ როდის შეიძლება და როდის ქსურს დაბრუნება როდის ნახავთ ბენოს კეიჯში იმედია წლის ბოლომდე ერთ ბრძოლას ჩავატარებ ჩვენ გვაქვს უკვე მოლაპარაკებები ოქტაგონთან რომ წლის ბოლომდე ერთი ბრძოლა ჩავატარო რა თქმა უნდა მე რემატჩი მინდოდა მოვითხოვე კიდევაც კი კამარზე რემატჩი მინდოდა მაგრამ ოქტაგონს სხვა გეგმები აქვს შეიძლება ერთი დაგჭირდეს ან ორი ხო? ორი არა, ერთი დამჭირს, იმიტომ რომ ნახეთ, ოქტაგონში ბევრი ფლაივეითი არ არის. ძალიან ცოტანი ვარ და ამიტომ ერთი ბრძოლა უკვე საკმარისი იქნება, რომ კამარაზე ვიყო. თან რო ნახავენ რომ წონას ჩააბარებ, მოგებაც რო გექნება მე. ანუ სხვა გზა არ იქნება, მე მგონი, ძალიან ლოგიკური იქნება, რომ შენ შემდეგი უნდა იყო. კი, აუცილებლად. უბრალოდ იმედი მაქვს წლის ბოლომდე გნახავთ 2025-ში. კი, მე დიდი იმედი მაქვს. მოდი შევახსენებთ ხალხს, რომ Fight Hop პოდკასტი არის პირველი ქართული დამოუკიდებელი შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი. ჩვენ არა მარტო YouTube-ზე, Spotify-ზეც და Apple Podcast-ზეც ვართ და ძალიან გთხოვთ like, subscribe, მეტი არაფერი. ბენო, რა ჩხუბი არის, რასაც ელოდები ეხა დანიშნული თუ არის რომ აი მომავალში მაგალითად მერაბს აქ დანიშნული ხო? მერაბი კორი კი, რა თქმა უნდა ამას ველოდები. მაგრა ხო? ძალიან. სხვა ეხლა შეიძლება ნუ რახან ჩვენ მეზობელიაც არ უკენის ბრძოლასაც ველოდებოდე, მაგრამ უფრო მერაბი. მერაბ კორის შევეხოთ, იმიტომ რომ 5 ოქტომბერი მალე მოდის უკვე ძალიან რა. კი, ეს ხოთაშორის მერაბი და თოფურიას ბრძოლობს ალექსანდრე. ალექს თოფურიასაც დაენიშნა იმ უმარს რო ეჩხუბა რა, ყაზახი ბიჭი რო არის მგონი. მაგ ბიჭთან მეც მაქვს ნაბრძოლი. კი, ეს აუ ეგ როგორ გავმაზრე. სამოყვარულოში ვეჩხუბე, ყაზახეთში, ამაჩერში ვეჩხუბე, ყაზახეთში იყო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ვეჩხუბე. მაშინ დავმარცხდი, მაგრამ ანუ ამაჩერში არის და ტაპოლოჯიშიც არის? ტაპოლოჯიში არ არის. აუ აი სურათიც მაქვს ხოთაშორის. აუ მე ჩავაგდოთ რა. და როგორი ბიჭი არის? ხოთაშორის სტრაიკერია, უფრო მეტად არ ჭიდავს, მაშინა სტრაიკერი იყო, მე მაგას ვებრძოლე. უმარა რომ დაიჭირა და მოსვა. 9-10 წლის წინ ვეჩხუბე ალბათ რა, ანუ ძალიან ადე ბავშვები ვიყავით მაშინ 19 წლის ვიყავი. შეიძლება 19 წლის ვიყავ, 19-20 წლის ვიყავი. აი რა მაგარი რაღაცა თქვი ახლა უცებ. აი ეგ როგორ გავმა. ამაჩარ არ არის მგონი თუ არ ვიცი. ეგ ხო უნდა მწოდნოდა მე რომ მაგას ებრძოლი. ანუ არც ტაპოლოჯიზე არა, არცად არ არის. მაგ იმაში ორი მოვიგე, ორი ბრძოლა მოვიგე, ერთი რუს მოვიგე, ერთი ყაზახს მოვიგე მაგ ჩემპიონატზე. სულ სამდღიანი ის იყო ტურნირი იყო, პირველ მეორე დღეს მოვიგე, მესამე დღეს ამ ყაზახთან წავაგე და всё. და ანუ დღესდღეობით როგორ აფასებ რა, ანუ მე მახსოვს მაგას უმართან ბრძოლა, ანუ მე ჭიდაობის ხარჯზე
გააკონტროლა, ხელები და სისწრაფე ძალიან მაგარი ქონდა, უმარო რო დასვა, ხო? კი. მაგის მე მგონი დაბრუნდა და მოგებაც ქონდა, თუ არ ვწდები, თუ არ დაბრუნებულა? არ ვიცი, არ მახსოვს. არც მინახია მისი ის ეტაპოლოჯი, მე ეგ ცოტა შორს არის და უბრალოდ მეთქი ვახსენოთ, მაგრამ ახლა თქვი რომ შენი ოპონენტი იყო ძალიან მაგარი ფაქტი არის რა. ეს ბავშვობაში ძალიან ბევრ თამაშს ალექსის შეუძლია მისი კონტროლია რა, ანუ ჭიდაობითაც. იცით რა არის, ალექსისთანაც მიჭიდავია, ნუ ესე დარბაში ვარჯიშზე და ანუ ქვადარკინა ეგ კაცი თან მაგწონაში როგორ იკლებს არ ვიცი 82-ია თუ 81 80 კილომდეა მოკლედ და იკლებს ბენთამვეიჩი ეს 19 კილო ეს ცოტა არა ანუ კილო 19 კილოგრამი ანუ 80-დან. ანუ ფიზიკურად ბევრად დიდი გამოვა? ფიზიკურად ბევრად დიდი გამოვა და ბევრად ძლიერი. ფიზიკურად ბევრად ძლიერი იქნება, დარწმუნებული ვარ, თვითონ ეს ბიჭი, ყაზახი ბიჭი ბევრს არ იკლებს, შეიძლება 72-13-დან დაიკლოს. ნუ ეგეც ბევრი არა ვამბობთ, მაგრამ იდეაში ნორმალური ადამიანისთვის ბევრია, მაგრამ ნორმალურად ფაითერები მაგდენს იკლებენ რა, მაგრამ ალექსანდრე ცოტა არანორმალურად ბევრს იკლებს. ძალიან ბევრია ეგ. და მაგარი ხელებიც ძალიან მაგარი აქვს ალექსმა. კი, ძმებს კაი ხელები აქვს ორივეს. ერთი სკოლა აქვს მაინც. ასეც ის. 22 ნოემბერს არის დანიშნული ეს და მანამდე კიდე განვიხილავთ. კი. რომისთან მოკითხვა. რომის მოკითხვა. 50 cent. ამერიკაში. ხო და მოდი მერაბის დაუბრუნდეთ. რაღაც ერთი კვირა დარჩა რა თითქმის რა. კორისთან არ მაქვს ნაჩხუბი. ხო, ნუ მერაბი და კორისენჰეგენი. ავიცი, თვითონ ბეთებსაც რო შეხედო, ბეთებშიც ისეთ თემაა, რომ ძალიან ფავორიტია მერაბი, ძალიან. ანუ დღესდღეობით რა, ისე აღიარებულია მერაბი, რომ ანუ გაუმტარი არის რა ხო ახლა ყველა იძახის რომ ეხლა არის მერაბის დრო და მაგაც ვერავინ ვერ გაწევს რა 1-3 წელი მაინც ხო და მეორე ის არის კიდე რომ იძახიან რომ თუ ვინმეს შეუძლია კორის შეუძლია რატო ვერ ვიტყოდი ეხლა თუ ვინმეს შეეძლო მაშინ პეტრიანიც მანდიყო პეტრიანს მოგებულია კორიზე უმარს მოგებულია კორიზე ომალით არ ვიცი point არა ნაჩხუბი არ აქვს და ეგ კაი ბრძოლა იქნება ძალიან ისე სტილისტურად ახლა სტილისტურად კაი ბრძოლა იქნება ნუ ორივეს და ორივე ნუ კი გასაგებია უმართან ასე თუ ისე მაინც ყველაზე მეტად გაუჭირდა მერაბს რა 2 რაუნდი წააგო 3 მოიგო თა როგორ მოიგო გადაუარა მას თუ შევხედავთ პეტრიანს თუ შევხედავთ 5 რაუნდი მოკლედ მიწასთან გაასწორა და არ ვიცი ქორი რამდენად წინააღმდეგობას გაუწევს არ ვიცი ერთი ის აქვს რომ ძალიან საშიში მუხლები აქვს და სტილისტურად ცოტა იმაშია რომ აი ეს მუხლები რო ჩართოს და კარგად ჭიდაობა აწია ზემოთ ძალიან ქორი? თავიდან საერთოდ ვერ ნახავდი რომ ჭიდაობდეს და ჭიდაობდა და მე აი რამოდენი მარცხი რო აიყო მოუმატა ძალიან ჭიდაობა. თემა ისაა რომ მერაბის ახლა ჭიდაობა იმდენად არ ჭირდება, ჭიდაობის დასრულება კარგად არ ჭირდება, მას ჭირდება რომ ჭიდაობა დაიწყოს, უცებ ენერგია ჩაადებინოს მოწინააღმდეგეს მაგ დაცვაში, takedown defense-ში. Takedown defense შემდეგ უკვე exhausted რა, ძალიან იღლებიან და ესე 5 რაუნდი გაძლება ძალიან რთულია. და თან მერაბი ახლა მოკლედ ჯონ ვუდთან რა გახდა ფინიშერი, რომელიც ფინიში რამდენი ხანი არ ქონია და ფიქრობ თუ არა რომ ახლა ამ ბოლო ფინიშის შემდეგ აი მაგასაც შეცვლილი აქვს უკვე მენტალიტეტი რომ უფრო დარწმუნებული ვარ ეცდება ფინიშს, კი. დარწმუნებული ვარ ამაში. კორისენჰეგენი ხელწამოსაკრავი ბიჭი არ არის. ჩემი აზრით, მაინც decision-ი იქნება. მაგრამ მერაბი აუცილებლად ეცდება ფინიშს, კი. არ გამოურიცხა ფინიშსაც არ გამოურიცხა. უფრო ground and pounded finish. და არა ჩოკი. ხო, მორაესი. ოღონდ იმედი მაქვს ეგეთი არ მოხდება. პირველ რაუნდში ეგეთი არ მოხდება ხო, ეგ lucky punch არ გაუშვებს.
მაგრამ თუ ფინიში იყო ძალიან მაგარი იქნება, რა თქმა უნდა, თუ decision იყო, ესეც ძალიან მაგარი იქნება, იმიტომ რომ მერაბის რეკორდი გამოდის უკვე, მგონი Aljamain's აქვს ყველაზე ბევრი დაცვა. თუ არ ვცდები. ბენთამვეიტში? ხო. არის 3 დაცვა აქვს? ხო. არა? ხო. ნუ ეხლა აღარ გვამოწმებთ რა და არა უშავს რა. და ანუ უკვე ისე თემაში შედის, რომ დღესდღეობით უკვე იძახიან მერაბზე, რომ ეგ არის ყველაზე მაგარი, საუკეთესო ყველა დროის და არის კიდე ძველი თაობა, რომელიც აი დღეს ჟურნალისტები არიან, რომ მებრძოლები იყვნენ, მაგალითად ანუ მაიკლ ბისპინგი სხვა წონაზეც ამბობ. კი, ანუ ვისი აღიარებაც არის ყველაზე ის მისაღები, იმიტომ რომ ეგენი არიან მებრძოლები რა. და ანუ იძახიან რომ ეს არის დომინიკ კრუზი. დომინიკ კრუზი რაღაცა ნაწილი იძახის რომ დომინიკ კრუზი არის bantamweight goatი, რაღაცა უკვე იძახის რომ მერაბი არის რა და ანუ ესეც რომ დაემატება ერთი მოგებაც, ორი მოგებაც უკვე ვეღარ იტყვი რა და მერაბი იქნება ჩემი აზრით აღიარებული ყველა დროის საუკეთესო. მერაბის მინიმუმ ორი ბრძოლა ვიცით ახლა სენჰაგენს უნდა ეჩხუბოს და შემდეგ უკვე პეტრიანს. და ანუ პეტრიან არ აქვს სხვა ბრძოლა ელოდება. პეტრიანი ელოდება, კი, პეტრიანი ელოდება და მერაბის დაპირდა რომ აი და ამ წელს უნდა ყველაფერი ხო? დეკემბერში. წარმოიდგინე ამ წელს რო ეჩხუბოს კი დეკემბერში უკვე 4 ბრძოლა გამოვა წელს. აი როგორ უყვარს ეს რა, აქტიური ჩემპიონი. აი შეიძლება ისეთი დიდი ის არისო დრო რა რომ ანუ ხო მაგრეგორივით არის ხო მიკროფონთან, მაგრამ ძალიან მაგარია და ავსებ და მერაბის სახელიც უკვე ისე აწეულია და Dana White-ის აღიარებულია რომ he's been tested რა ანუ უკვე ამაზე მერაბზე ეჭვი არ არის რა ანუ ეგ არის რა კაი მოდი გადავიდეთ შემდეგზე რა ეხლა ილიაზე მინდა რომ ვისაუბრო ოღონდ რომელ ასპექტზე იცი კროფორდ და კანელოს ბრძოლის მერე დაიწყო საუბარი რომ შემდეგი ბრძოლა გაიქნება თუ ილია გადავა კრივში და შეხვდება კროფორდს რა და მოდი იცი დავიწყო რატო გონია რომ MMA-დან არის crossover და გადადიან კრივში მაგრამ კრივიდან MMA-ში არ გადადიან აი შენი აზრით ფინანსები იმიტომ რომ კრივი money rules the world man money მოგწონს კი მოწონს money that's my helmet that's my protection Indian ხო ნუ იცი რა არის პროფული კი რა money და კრივი არის ყველაზე რავი ძველი საბრძოლო ხელოვნება ერთ-ერთი ყველაზე ძველი საბრძოლო ხელოვნება ძალიან ძველი არის და ნუ იცი მან რო არიან გოუთები და მან გოუთებს მოუგებ ავტომატურად შენს გოუთი ხდები of all time you know ახლა წარმოიდგინეთ კროფორდი არის გოუთი კრივში UFC-ში ყველა გოუთი დაამარცხა ვოლკანოვსკი ჰოლოვეი შემდეგ გადადის კრივში კროფორდს ამარცხებს მაგალითად ვინ ამაზე უკეთეს შენი არ მესმის მაგრამ მაინც გონს საინტერესო კითხვა მეგონა რა ანუ დისკუსისთვის რატო ხდება ისე რა იმიტომ რომ MMA არის ყველაზე ანუ ნამდვილი და ახლო ანუ street fight-თან რა იმიტომ რომ იქ ნუ რა თქმა უნდა სპორტია და წესები არის მაგრამ ყველაზე რეალური სპორტი არის, რომელიც ახლოს არ იყოს, აი ნამდვილ ბრძოლაზე რა, ეხლა ნამდვილ ბრძოლაზე შეიძლება მარტო ხელებს ხო არ ვიხმართ ხო? ანუ მუხსა. კი, მესმის რასაც გულისხმობ. ძირს ვიქნებით ალბათ ის რა და ანუ რაც უფრო პოპულარული ხდება MMA
მაინც უფრო დიდი ყურადღება ექცევა მგონი და დღესდღეობით აი ძალიან ბევრად უფრო პოპულარული გახდა MMA და არის ხოლმე უკვე ეგეთი დისკუსიები რომ შეხვდნენ crossover იყოს რომ MMA ფაიტერი შეხვდეს მებრძოლი შეხვდეს მოკრივეს რა ნუ უფრო ფინანსები და არა კრივიც ძალიან ისეთი სპორტი არის ძალიან კი გასაგებია კროუფორდი კანელოზე ცოტა მოსაწყენი იყო ამბობენ მაგრამ ვერ ვიტყოდი აი ვისაც კრივი უყვარს მათთვის არ იყო მოსაწყენი ეს მესმის კი ანუ ეს game of chess ხო კი და საერთოდ სხვა იყო მან ხომ ნეიტრალური ვიყავი მაგ ბრძოლაზე და ძალიან მომეწონა აი მაშინ კარგი იდეა არის რომ ილია მართლა გადავიდეს და შეხვდეს კროუფორდს თუ არა დარჩეს თავის იმაში სფეროში და კომფორტის ზონაში არა მე ვფიქრობ რომ აუცილებლად იბრძოლებს კრივს არ ვიცი კროუფორდთან თუ კანელოსთან მაგრამ რომელთანაც არ გინდა იყოს მაინც ძალიან მაგარი იქნება კი აუცილებლად ჩემი აზრით გადავა და აი ეგეთი დონის რომელიც არის კროუფორდი ნუ საუკეთესო რა თავის ხელოვნებაში აი რეალურად როგორც მებრძოლი რა შანსებს მისცემდი ილიას გამარჯვების იმიტომ რომ რეალურად მგონი ფავორიტი აშკარა თუ იქნება კროუფორდი იქნება კი აშკარა ფავორიტი კროუფორდი იქნება ვიცი რა არის მან ილია მადრე თქვა თვითონაც რომ მე აქ ამ სპორტში ახალი ვარ ჯერ მათ არიციან მე თუ რა შემიძლია ის ყოველ დღე ყოველ ფაიტზე უფრო და უფრო მეცაკეთებს და უფრო გვაუცებს იგივე იქნება კრივის ბრძოლაშიც არიციან რას მოელოდნენ კრივი საერთოდ სხვა სტილია სხვა დგომია სხვა ჯებებია სხვა კროსებია სხვა ხუკებია აქ MMA არ არის ეს რომ აი ფეხში ესლა დააფეიკო და მე სახეში დაარტყა ამას ვერ იზამ საერთოდ სხვა და არ ვიცი მე პირადად ვერ გეტყვით მაგრამ საერთოდ სხვა სტილს შესთავაზებს ამ სხვა სტილს რო შესთავაზებს კროუფორდს კინდ კანელოს ჩემი აზრით he have pretty ანუ დიდი შანსები აქვს რა მოდი შენც ჩემნაირად ხო არა ხარ რომ რაც არ უნდა იყოს იმდენად ჯერა ჩვენიანების და ის რო ძალიან და შეიძლება არ ვიყო მიკერძოვებული ვარ და ვაღიარებ მაგას მიკერძოვებული ვარ და ვაღიარებ მაგას 40-60-ზე ვიტყვი პროცენტულად ილია 40% 60% კროუფორდი რა რამდენად გაამართლებს ეს რომ ილია ახალია და უბრალოდ ტექნიკური ბრძოლა რო წავიდეს და ფინიში არ იყოს და ილიას decision-ი რო მიცეს მარცხი ანუ რამხელა აღიარება იქნება ეგ ეგეც მაგარია, მაგრამ არ მგონია ილიას ეხამთლად მარცხი უნდოდეს. აშკარად მოგება, ნუ კი გასაგებია რომ კროუფორდთან 12 round 12 რაუნდი იდგა ილია MMA-ის ფაიტერი ძალიან მაგარია, მაგრამ წარმოიდგინე რამდენად მაგარია თუ კროუფორდს დააფინიშებს როგორც ამბობს. knockout. წარმოიდგინე. knockout. ხო, ხვდები უკვე საით მიდიო. knockout და ყავა თუ ჩაი აი რო ალბათ ყავა. მე ყავა მგონია. ჩაისტი არ ვარ და ალბათ მაგიტო. იმიტომ რომ სახში ღვინოს ჭიქები არა მაქვს და აი მაგით ყავის ჭიქით. ხო, და წარმოიდგინე ხა რომ დავფიქრდი თუ რამხელა ნონსენსი იქნება, რაღაცნაირი ის იქნება, სასწაული იქნება, რომ ილია კროუფორდს აფინიშებს და რატო არ უნდა წავიდეს ამ რისკზე? ილია. ანუ რატო არ უნდა გადავიდეს ხო? რატო არ უნდა გადავიდეს? რა თქმა უნდა. თან ძალიან დიდი ფული არის. ძალიან დიდი ფულია. შეიძლება კროფორდისთვის ნაკლებად, იმიტომ რომ კანელოს რო შეხვდა, ეგ ხო დიდი ფული იქნებოდა. კი, არა, იცი რა, არ მგონია ნაკლებს მიცემდნენ ახლა ილიასთან ბრძოლაში. შეიძლება ილიას არ მიცემს თლად მაგდენი, მაგრამ ილიას ახლა დიდად ეგ ფული არ მგონია აინტერესებდეს, უფრო მეტად აი ეს გოუთობა და აი ეს აღიარება უფრო უნდა ვიდრე ის ფული. მოკლედ ილიასთვის რა იქნება შემდეგი ნახავთ. მე მგონი თვითონ იცის უკეთესად. კი. ალბათ უნდა შევეხმიანოთ და ჩავწეროთ Fight Hopes. Yeah, you heard it here. From Adamia to Topuria to Sartania, ძმაო. Let's go. მოდი, ეხლა ცოტა გავერთოთ
და სწრაფი კითხვები და მე შეგვიძლია რომ დავხუროთ თუ ძმა არ იქნება წინააღმდეგი. მოკლედ მინდა სამი ესეთი კითხვა პოპულარული რა. კი. შენი აზრით ვინ არის დღესდღეობით მებრძოლი, რომელსაც უნდა უყურო და ისეთი სტილი აქვს, რომ დღესდღეობით არ უნდა გამოტოვო სტილისტურად სანახაობრივი ბრძოლა, რომელ მებრძოლეს აქვს ყველაზე მაგარი დღეს. ილიას. იცი რა, მიკორძებული არ ვარ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მართლა ეგრე ვფიქრობ. ბევრი ეგრე ფიქრობს, არა მარტო ქართველი. იცი რა არის, აი მერაბიც შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ მერაბი უკვე მესამე ბრძოლას ატარებს წელს, წელიწადში 3 საჩემპიონო ბრძოლა, ეს ძალიან მაგარია. ეხლა მეოთხესაც თუ იჩხუბებს, ესეთი არავის არ ექნება გაკეთება. არ ვიცი, 3 საჩემპიონო 4 არა აქვს არა. 3 აქვს? 3 აქვს. აქვთ ხო? ოკეი, 4 თუ არ აქვს, ალბათ წავა ამ რეკორდზე. მის 3 აქვს და 4 არა აქვს მგონი. კარგი და შემდეგი, ვინ არის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი შენი აზრით? ყველა დროის საუკეთესო, იცი რა არის ძალიან ისეთი ვიქნები აქ. ყველა ალბათ იმას იტყვის დანა ვაიტის დამეთანხმება. Best John Jones. John Jones, ხო რა. ძალიან ბანალური კი ვარ, მაგრამ არა, ნუ რა ვქნათ არის და ეკაცი ორი ეგრე ფიქრობს. ანუ რამდენი დაცვა აქვს, მაგენი დაცვა ვის აქვს? კი. ავიც. ორი ეგრე ფიქრობს. და ერთი მებრძოლი თუ შეგიძლია დაასახელო, რომელიც ჯერ UFC-ში არ ბრძოლობს, მაგრამ გონია რომ აი მომავალი ექნება დიდი და მოხდება UFC-ში და დღესდღეობით თავის ორგანიზაციაში სადაც არ უნდა იყოს, მაინც თვალი უნდა გააყოლო რა. აქ ახლა უცხოელებზე ვინც გინდა იყოს ქართული? უცხოელს ვერ ვიტყვი, მაგრამ საქართველოს ბაზარი ასე თუ ისე ვიცი და საქართველოს ბაზარში ვინ შეიძლება რომ უყურო და მათე ბიძო ლაშა აბრამიშვილი და მაგარი ბიჭია. შავრად. კი, ოთარი სხვათაშორის ჯოჯუა. კი. რამდენი ვარ? ძალიან ბევრი ვარ და სხვათაშორის ძალიან კარგი ნაზი მიდივართ მოგებისერიაზე. ამირანი. ხო. One of the best like ოთარი. ჩოხელი ლევანი. ხო, ნუ ბაზარია ზიკო. მაგრამ მე ხო თქვი ერთი თქვი მეთქი და შეყელა. ვერ ვიტყვი ერთ, აი ესეთი რომ აი საუკეთესო იყოს და აი მაგას უნდა ადევნო მაინდა მათე ჩემი ბრალია ხო ცუდი კითხვა იყო. ვერ ვიტყვი ხო? აი შემბრალი არა, მე ვერ ვიტყვი ბიზი და აუ ხო, ნუ მოკლედ რა. ვერნი არიან. აი, ეხლა გადავდივართ, უნდა შევქმნათ საუკეთესო MMA მებრძოლი რა. სხვადასხვა ასპექტები უნდა ამოვირჩიოთ, რომ შევქმნათ მთლიანი ყველაზე მაგარი მებრძოლი, პირველი ვის ძალას მიცემდი მებრძოლს. ძალის ამბავში ალბათ განუ. ხო, ენგანო. განუ კი. ანუ განუს ძალა და კარდიო კაი, აღარ ვიტყვით. კარდიო მაშინ, მერაბი, ფეხების ხმარება კიქსი. კიქსი გიგა. გიგა იყოს ჭიკაძე. აბარა. გიგა კიკით. აბარა. გიგასაც მოკითხა, რა თქმა უნდა, ჭიდაობა ვისი? ჭიდაობა მახაჩევი. მახაჩევი, იცი ხოლმე გამროტის კარგად ჭიდავს. იმიტომ რომ მერაბი უკვე ვახსენეთ და ხო, ნუ არა, მერაბიც კარგად ჭიდავს, კი. ფაინ, მაგრამ მახაჩევი უფრო. ოჩი სულ მერაბი გამოვა რა. მერაბი გამო. მაშინ მერაბი უნდა იყოს. მახაჩევი ჭიდავს. თქვა და მაინც მერაბს ვიძახი. ოკეი. მახაჩევი. და fight IQ. fight IQ ტვინი. აი ადრინდელი ფაითერი არის ანდერსონ სილვა. ძალიან კაია fight IQ მქონდა. ო. ბოს ფეხი ვარ მოიტეხა. მე ხელებს და ის ძალიან ბევრს. იცი რა ლეველი რომ მოიმატა, MMA-ის ლეველი რომ მოიმატა, მე ვერ გავუკაჩ, მაგრამ ადრინდელზე გასვლები ჩასვები კაი ქონდა. ანუ ანდერსონ სილვა და ბოლო მიკროფონის სკილი, ანუ მიკროფონზე მისი საუბარი. მაგრეგორი. კონო მაგრეგორ. მოდი ერთხელ კიდე გავიმეოროთ. ძალა. განუ. კარდიო. მერაბი.
ფეხების kicks გიგა კიკი ჭიდაობა მახაჩევი fight IQ ანდერსონ სილვა სიბრძნე და მიკროფონზის სკილები მაგრეგორი Okay, there you have it. ეს არის ბენოს perfect fighter. ჯიგარი ხარ ბენო? ფურეთიემა ბრატა, ძალიან ჯიგარი ხარ და მალე მინდა რომ კიდე დავბრუნდეთ, მალე მინდა რომ გნახო წარმატებული და ურმესი მადლობა მაყურებელს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, გამოგვიწერეთ, ლაიქი მოგვეცით, დარჩით ჩვენთან Fight Hop Podcast with Beno Adamia. We out. You tune into the Cartwellians on the Fight Hop Podcast.